აი ხა მინდა გავიარო მეგობრებო და გაჩვენოთ ჰოლანდიის რაღაც კვადრატში ვარ, ასე ვთქვათ, დაცლებში რა. ჯერ ადრეა. სმენის გახსნა ჩემთვის 1 საათი მაქვს დაახლოებით რომ ცოტა ნაკლები. ეს წრე მინდა დავარტყო და მინდა გაჩვენოთ ჰოლანდიის დაცლის ოფისები როგორი მოწესრიგებულია. ხა პრაქტიკულად დაცლის ზონაში ვარ რა. ესეც ჩემი ერთ-ერთი ისეთი ადგილია, რომელიც არავინ არ ჩერდება აქ. ეს ამათი მანქანა. ანუ სხვა მანქანები აქ არ ჩერდებიან. გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ის არის, რა ქვია. შაბათია დღეს და უბრალოდ კვირა გათენდა უკვე. ამ ჰოლანდიელებსაც ძალიან უყვარს ამ მანქანის მოწესრიგება და ალუმინის დისკები და აგერ დანამატია ქვევით შემსავით. წინა ბიცოკა შეცვლი და ნუ ევასება ამათაც რა. ესენი არის მეგობრებო, ეხა ჩვეულებრივი დაცლა დატვირთვის ადგილები, რომელიც ძალიან ბევრია მსგავსი ჰოლანდია არის ბელგია არ უჩვევის პრინციპში რა. უფრო ბიზნესი მას გავს ხოლმე რა. უფრო ბიზნეს ცენტრებს გავს ხოლმე ამათი დაცლა დატვირთვის ადგილები, ვიდრე რაღაც ტრაილერით შეხვალ და ჩამოცალეთ ემას რა. დაცვირდა ხეს ფოთლები უკვე. დღეს არის 9 ნოემბერი. 9 ნოემბერი. ერთი მეორეზე უკეთესი ისინი აქვთ რა, შენობები. შეხვალდაც. აგერ ეს მაგალითად კიდე. ეს კიდევ სხვა. აი ეს სიამოვნება რა რო უყურებ. ეს სიამოვნება ადამიანს რა. აქ რაღაც მუსიკის ხმებია ხოლმე. არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ხშირად არის მუსიკის ხმები და აქ რაღაც დაანგრეული გემის რაღაცა არის კიდე რა ის. просто ალბათ ბუტაფორის პონჩი. ეს გემი ხა ფუნებრად ვერ მოხდებოდა რაღაცნაირად. აი აგერ კიდე რა ვიცი აფასე თქვენ თვითონ რა. ერთი კაცია რაღაცა სიგზა მუშაობს ნუ. ძალიან სასიამოვნოა აქვს რა გაკეთებული. მოგინდება ეს მუშაობა, ეს დაცლა, ყველაფერი მოგინდება, მოკლედ ამათ რო უყურებ რა. ამასია. ყველა სხვადასხვანაირი შენობა როა. და ეს კონტეინერების მუღამი მაქვს რატომღაც სადმე რაღაცა მიწაზე კონტეინერის სახლის დადგმის მუღამი მაქვს ეს ბოლო პერიოდი. ამას ალბათ ყიდიან თუ რა შვებიან, არ ვიცი, მაგრამ რამდენი კონტეინერია ხა არის. 2-4-6 და უკან ალაგია კიდე აქვს როგორც იცი ხო? უკან ცალაკია. აი ამ 8 კონტეინერიდან მაგარ სახლს წამოჭიმავს კაცი სადმე. ცოტა ის ადგილას მაღალმთიან ადგილას უფრო. სადაც შენება და რაღაცა დიდად არ არის ის პრაქტიკული. აი ნახოთ იქნება მოვიდეს რა და მოვიცალო ამ რაღაცებისთვის.
ეს კონტეინერიდან ნუ აქ ჩემი სუსტი წერტილია. ზოგადად ჩემი სუსტი წერტილია მეგობრებო აქ. მაინც დღემდე. ლეგენდა. ძველი. ძველი. იქიდან შეგახედოთ ახლა. Excellent. ეს რაკაცია. ეს რა ღირს? შევიდე 8000-მდე მგონი. თუ რაღაც ვერ ხედავ აქ. ასწორებს. გაია. აი ზოგიერთ ხო ახოლმე რომ აი რაღაცა კაი აივანზე რაღაც კაი ხედით აი დამსვოდეს ყავას დავლები. აი ხა მე აქ ჩამსვი ყავა დამრიგ და ჩემთვის ეს არის кайფი. აი ეს არის ჩემთვის кайფი. დავждები და მაგაზე მაგარი ხედის ზედავატრია ჩემთვის რაღაც მომენტი რა. კაია მიყვარს, მაგრამ მავნეროა ეგ არ მიყვარს. ნაკლები ხიფათი და ნაკლები მავნებლობა რო კონდეს. კაი იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ არ ხდება ეგრე. ის მოდი ხა გამოვხო მე აქეთ. და წავედი ხა ნელა დავიძრა ჯობია რა. ახლა 40 წუთი არას დავდივარ. 2 კილომეტრამდე გავიარეს ნელა ბოდიალში რა. აი, დილისთვის არა უშვილა რა, უკვე 11 საათია, მაგრამ აჰა, დარეგა ჩემო ბუდელინგვას, რომელთაც უკვე ტრეილერი უნდა დავქოქო რაღაც 15 წუთი. ეხლა უნდა გავხსნასენა, ჰოლანდიაში ვარ, მივიდივარ ინგლისში. ასე რომ წავედი მეგობრებო, ამ შემოდგომის ფონზე ცოტა მოღუშული, მაგრამ სასიამოვნო სიცივის ფონზე გემშვიდობებით. აბა თქვენიც. ოჩაღად ყველა.